ზოგადად საკმაოდ დიდი ხანია ემიგრანტის ცხოვრებით ცხოვრობს, ეს 20 წელი გავიდა, რაც საქართველოში არ მიცხოვრია. ძალიან რთულია ალბათ იმის გაგება. ხშირად მეკითხებია, რატო ჩამოხვედი საქართველოში, ალბათ იმის გაგება საკმაოდ რთულია, რატო დატოვე ის ქვეყანა და აქ ჩამოხვედი, მაგრამ ვისაც ემიგრაციაში არ უცხოვრია, ალბათ იმისთვის ძნელად გასაგებია, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა შენი პროფესიული ზრდა, შენი ყველანაირი ის შენაძენი, რაც შეიძლება შეიძინო და შენ პროფესიას მოახმარო, თქვა დგება ის მომენტი, როცა გინდება, რომ შენ ხალხს დაეხმარო რაღაცით. მე ყველაფერი გავაკეთე, თქვა იტალიაში იმისთვის, რომ მიმეღწია რაღაც უნიკალური ოპერაციების გაკეთების მეთოდებზე გადავედი და მინდოდა, რომ ეს რა ყველაფერი დამენერგა საქართველოში. საბედნიეროდ შემოთავაზება მომივიდა ისეთი ულტრათანამედროვე ცენტრისგან, რომელსაც არა მარტო ის, რომ შემენარჩუნებინა ჩემი პროფესიული შესაძლებლობები, არამედ განმევითარებინა, იმიტომ რომ შეთავაზება ჩემი მხრიდან იყო ის, რომ აუცილებლად დონით დაბლა არ უნდა ჩამოსულიყავ, ისე უნდა გამეგრძელებინა ის, რასაც ვაკეთებდი იტალიაში. ამის მიუხედავად მეორე მხარემ, ანუ იმ კლინიკამ შემომთავაზა უფრო მეტიც, რომ განვითარებისთვის მომწეს უფრო მეტი საშუალება და ბედნიერი ვარ იმისთვის, რომ დავბრუნე ჩემ ქვეყანაში და შემიძლია ჩემ ხალხს ვემსახურო.